მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს, გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები ისევ. გამომდინარე იქიდან, რომ პლანეტა ვენერა იმყოფება რეტროგრადულ სვლაში, საინტერესოა ურთიერთობები ან ადამიანები, რომლებიც წარსულში იყვნენ თქვენი ცხოვრების გარკვეული ნაწილი და ახლა აღარ არიან, ხო? სწორედ ამიტომ საინტერესოა გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები უახლოეს მომავალში. მოდი ჩავიფიქროთ დაახლოებით დღეიდან 3 თვე და შევხედოთ გადაიკვეთება თუ არა ისევ თქვენი გზები. იმისათვის რომ მივხვდეთ ეს გაშლა თქვენია თუ არა, პირველ რიგში ჯერ გავაკეთოთ იდენტიფიკაცია და მერე დავიწყოთ უკვე უშუალოდ გაშლა. იდენტიფიკაცია პირველი ვარიანტისთვის. რა სიტუაცია ახლა და იდენტიფიკაცია მეორე ვარიანტისთვის. რა სიტუაცია ახლა? იმისათვის რომ ადვილად შეძლოთ ვარიანტის არჩევა, დახუჭეთ თვალები, ღმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და კონცენტრაცია მოახდინეთ კითხვაზე ან ადამიანზე, ვის შესახებაც გინდათ რომ მოისმინოთ საჯარო გაშლაში ინფორმაცია. არ დაგავიწყეთ აქვე შეგახსენებთ არხის მოწონება, გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება და კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ რეზონირდა თუ არა ეს კონკრეტული საჯარო გაშლა თქვენ შემთხვევაში. გადავიდეთ პირველ ვარიანტზე და ვნახოთ პირველი ვარიანტი ეხლა რა სიტუაციაა თქვენს შორის. არკანი იეროფანტი, თქვენ შემთხვევაში ცხრიანი ხმლები, მის ენერგიაში არკანი განდეგილი. საკმაოდ რთული, მე ვიტყოდი გაგებით რთული სიტუაცია, რომ თქვენ ხართ გაურკვეველ სიტუაციაში. აი ნახეთ როგორი ცხრიანების ხმლებია ამ დასტაში, ანუ ადამიანი ზის და წითელი თმებით არის წარმოდგენილი. ანუ წითელი თმები ამ შემთხვევაში შეიძლება მიანიშნებდეს აი რაღაცა თქვენს ტვინში არსებულ გამძვინვარებულ მდგომარეობას ფიქრების კონტექსტში. ანუ შეიძლება ეს იყოს რაღაცა ემოციური გადაძაბვა, ან შეიძლება იყოს უბრალოდ ეს ქაოსი, რაც უამრავი ფიქრის მიმოცვლა და უამრავი ფიქრის მიმოცვლის შედეგად მოკლედ გიყალიბდებათ ესეთი შინაგანი მდგომარეობა. თქვენ შორის არსებული სიტუაცია, ანუ იეროფანტი აქ მიანიშნებს, ანუ ჩვენ ვკითხულობთ კითხვიდან გამომდინარე, რომ გამოვიდეთ, ხო? ანუ გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები მომავალში და მის შემთხვევაში არსებული ეს მაღალი არკანი განდეგილი მიანიშნებს იმას, რომ შესაძლებელია იმ პიროვნებამ, ვიზეც ეს საჯარო გაშლა ჩაიფიქრეთ, მან მიიღო სწორედ ურთიერთობიდან გასვლის გადაწყვეტილება. შესაძლოა იმის გამო, რომ იყო ან ქორწინებაში, ან მის სოფხედველობას, მოდი ესე დავარქვათ, არ შეესაბამებოდა ის სიტუაცია, რა სიტუაციაშიც იმყოფებოდით თქვენ ერთად. აი ეს არის პირველი ვარიანტის იდენტიფიკაცია, თუ რეზონირდა, ჩემო ძვირფასებო, გააგრძელეთ ამ გაშლის ყურება, თუ არ რეზონირდა, ამ შემთხვევაში უყურეთ ან მეორე ვარიანტს, ან სხვა გაშლას. მოკლედ ასე, ეხლა ვნახოთ, უკვე შეკითხვა ვნახოთ, გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები მომავალში. პირველი ვარიანტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ რეზონირდა იდენტიფიკაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში უყურეთ ამ გაშლას. გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები მომავალში. პირველი ვარიანტი. პენტაკლების პრინცესა. დედოფალი. როიანი ხმლები. ხმლების რაინდი.
არკანი კვერთხების მეფე, რა საინტერესოა. 7-იანი თასები და 4-იანი კვერთხები. საინტერესოა ნამდვილად, იმიტომ რომ მე თქვენ გითხარით, რომ ადამიანი, რომელიც ჩაიფიქრეთ, შესაძლოა იმყოფებოდეს ქორწინებაში ან ურთიერთობაში თქო და მისი ინიციატივით დასრულდა ეს ურთიერთობა თქო და ნამდვილად მის ენერგიაში ამოვიდა 4-იანი კვერთხების არკანი. შესაძლოა ესე პირდაპირ ქორწინება არ იყო, მაგრამ ან იყო ბავშვის სიტუაცია, ან რაღაცა ესეთი. რის გამოც მოკლედ მოხდა ეს თქვენი დაშორება. იცით რა არის, კითხვაზე გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები მომავალში, ტარო მცემს საკმაოდ უცნაურ პასუხს, იმიტომ რომ ორივე თქვენგანი, ანუ პენტაკლების დედოფალი და კვერთხების მეფე, ანუ წყვილის ენერგია აქ მოვიდა. პენტაკლების დედოფლის ენერგია, ანუ ადამიანის, ახლა კაცები უყურებთ თუ ქალები, ორივე სქესის წარმომადგენლობა თქვენზე მოირგეთ ეს სიტუაცია, თუმცა პენტაკლების დედოფლის ენერგია განასახიერებს ადამიანის ენერგიას, რომელსაც პირველ რიგში ძალიან კარგად ესმის ანგარიში და ანგარიში არა მხოლოდ მატერიალური და ფინანსური თვალსაზრისით, აი ანგარიშიანი ადამიანიაო რო იტყვიან, ხო? ანუ თითქოს რაღაცა ერთი ნაბიჯი თქვენ, მეორე ნაბიჯი მან, ერთი ნაბიჯი თქვენ, მეორე ნაბიჯი მან, ორი ნაბიჯი თქვენ, ორი ნაბიჯი მან. ანუ თქვენ არა ხართ ადამიანი, რომელიც ესე ყველაფერს ჩადებს ურთიერთობაში გაურკვეველი მოლოდინით ან გაურკვეველი დასასრულით. შესაბამისად, სიტუაცია, რატოც თქვენ შესაძლოა იდენტიფიკაციის დროს იჯექით სწორედ ცხრიანი ხმლების ენერგიით და წარმოადგენთ ცხრიანი ხმლების ენერგიას, ხო? შესაძლოა არის ზუსტად ეს, რომ რაღაც მომენტში ეს პროცესი ხელიდან გაგექცათ და ის თქვენი ანგარიშიანობა რაღაცამ გადასძალა, ვერ დაიჭირეთ, ვერ გათვალეთ, ვერ შეაფასეთ სწორად რაღაცა სიტუაციები და დღეს ახლა თქვენი შედეგი არის ზუსტად ის, რომ იმკით აი ამ რთულ მდგომარეობას. აი ამ თქვენი, ანუ ყველაზე კარგი უნარი, ყველაზე კარგად რაც გამოგდით, არის ის, რომ ანგარიშიანად იმოქმედოთ. ანუ თქვენ პატივს ვცემთ, ადამიანი ხართ ისეთი, რომელიც პატივს ვცემს საკუთარ დანახარჯებსაც, საკუთარ რესურსებსაც და ანალოგიურად სხვის დანახარჯს და სხვის რესურსსაც. და შემთხვევა, რომელიც აი ჩაიფიქრეთ, ხო, შეიძლება პირიქით თქვენ მუდმივად აკეთებდით ინვესტიციას ნებისმიერი ფორმით, ემოცია იქნება, ეს მატერია იქნება თუ რაც გინდათ ის ამ ურთიერთობაში, მაგრამ იქით ამ მხრიდან საკმარისი უგება არ მოხდა, რამაც გაგიყვანათ თქვენ ენერგეტიკულ მინუსში. რაც შეეხება ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიას, ჩაფიქრებული ადამიანის ენერგია არის როგორი, ნახეთ, 7-იანი თასები, კვერთხების მეფე და 4-იანი კვერთხები. ეს ადამიანი ახლა რო თქვა, რომ აი ცუდად გრძნობს თავს, ან რაღაც ისი არის, რომ შეწუხებულია და მუდმივად მის ტვინში ხართ ან ასე შემდეგ, ძალიან მოგატყუებთ სიმართლე რო გითხრათ. და მოგცემთ ფუჭ იმედებს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ისე პოზიციონირება საკუთარი თავისა, რომ ყოველთვის თვითონ იყოს გამარჯვებული. ეს არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი. მან ზუსტად იცის, რა ჯობია მისთვის, როგორ ჯობია, რა ფორმით ჯობია, როდის ჯობია და არჩევანს აკეთებს ზუსტად იმის სასარგებლოდ, რაც მისთვის ჯობია. ეხლა ვნახოთ სიტუაცია. აი უბრალოდ თქვენი ენერგია კიდე ცალკე გავშალდა მისი ჩაფიქრებული ადამიანის და ეხლა კიდე 1-3 არკანით ამოვიღოთ, რას გვეუბნება. ეხლა რასაც აქ მე ხედავ, ჯერჯერობით გვეუბნება, რომ ნაკლებია შანსი თქვენი გზების გადაკვეთისა. ვნახოთ აბა კიდევ 4-იანი ხმლები, არკანი განდეგილი,
და კვერთხების რაინდი. ჩემო ძვირფასებო, სამწუხაროდ ჯერჯერობით კი არკანი მთვარი, არკანი სამართლიანობა, კვერთხების მეფე ისევ აგერ ჯერჯერობით ტაროს ენერგიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს სიტუაცია სამყაროში მზად არ არის, რომ თქვენ კიდევ გადაიკვეთოთ. აი ესეთია პირველი ვარიანტის თვის არსებული პასუხი დღევანდელ საჯარო გაშლაზე და იმ შეკითხვაზე, რომელიც ამ საჯარო გაშლის ფარგლებში გავაჟღერეთ, ხო? გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, რომ მისმინეთ. არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება აუცილებლად თუ რეზონირდა არხის გამოწერა, ვიდეოს გაზიარება და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა აქტივობა, რომელიც უკვე ვიცით და იციან ჩემმა მსმენელებმა, რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ენერგეტიკული ბალანსი დაიცვან მადლიერების თვალსაზრისით. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან რა ხდება. არკანი ზომიერება მოვიდა, რვიანი კვერთხები და თასების ტუზი. აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაცია გვაქვს მეორე ვარიანტთან. მეორე ვარიანტთან ნაცვლად იმისა, რომ თქვენ მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს მიიღო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენ, ვინც უსმენთ ამ კონკრეტულ საჯარო გაშლას. ძალიან მაღალია ამის ალბათობა. თქვენ მიიღეთ, შეიძლება აიღეთ გარკვეული ტიპის პაუზა ურთიერთობებში და ეს პაუზა შეიძლება განპირობებული იყო იმით, რომ ზედმეტად ბევრი ემოცია იყო, ზედმეტად ბევრი მღელვარება იყო, აი რაღაცა ზედმეტად შემოზღუდავი იყო ის გარემო, რა გარემოშიდაც თქვენ ამ ადამიანთან ურთიერთობდით და რა ემოციების გაზიარებაც გიწევდათ და შესაბამისად გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიიღეთ, იყო ესეთი, რომ ან ცოტა ხნით დავიშალოთ, ან ცოტა ხნით რაღაც ერთმანეთს დრო მივცეთ, ან რაღაცა დროებითი პაუზა ავიღოთ, ხო? ყოველ შემთხვევაში ესეთია ახლა იდენტიფიკაცია. ამ ადამიანის ენერგია არის ტუზის თასების ტუზი, უფრო სწორად, რაც მეანიშნებს იმაზე, რომ გრძნობა ამ პიროვნების მხრიდან ნამდვილად არის, თქვენ შემთხვევაში მზაობა, მე ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით არ არის. ესეთია მეორე ვარიანტის იდენტიფიკაცია, თუ რეზონირდა ჩემო ძვირფასებო, გააგრძელეთ ამ გაშლის ყურება, თუ არ რეზონირდა, ამ შემთხვევაში უყურეთ ან პირველ ვარიანტს, ან დაელოდეთ სხვა საჯარო გაშლას. ეხლა ვნახოთ თქვენი ენერგია, გადაიკვეთება თუ არა, თქვენი გზები, ანუ თქვენი ფიქრები რა არის, რა ხდება. რას ფიქრობთ აქ თქვენ? ოთხიანი პენტაკლები, 10-იანი კვერთხები და 7-იანი კვერთხები. ეს არის თქვენი ენერგია. ნახოთ იმ ადამიანის ენერგია. სამიანი პენტაკლები, ხურუმი ქალი, 4-იანი ხმლები. ძალიან საინტერესოა, ისევ დასტის ბოლოს აქაც მოვიდა 8-იანი კვერთხები, ნახეთ. 8-იანი კვერთხები. ეხლა რა მინდა რომ აქ გითხრათ? ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო. მოდი დავიწყებ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრით. ეს ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში. შესაძლოა აკვირდებოდეს სხვათა შორის ან თქვენს სურათებს სოციალურ ქსელში, ან კითხულობდეს თქვენს მიმოწერას, ან იხსენებდეს რაღაცა გარკვეული ტიპის ფაქტებს თქვენს შესახებ. შესაძლოა ეს ადამიანი, რატოც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყავით ურთიერთობიდან ან დროებით რაღაცა აგեղოთ პაუზა ამ ურთიერთობაში, შესაძლოა განპირობებულია იმით, რომ ეს ურთიერთობა იყო ან ფარული,
ან იყო გარკვეული ტიპის სამკუთხედი. რას გულისხმობ აქ სამკუთხედში? შეიძლება ადამიანი არ იმყოფებოდა თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ქორწინებაში, მაგრამ მის სივრცეში იყო რაღაცა დამატებითი მესამე ენერგია, რაც ხელს უშლიდა თქვენი ურთიერთობის ისე და იმგვარად განვითარებას, როგორიც თქვენთვის იქნებოდა ეს მისაღები. აი რაც შეეხება თქვენს ენერგიას, ხო, ანუ მე გეტყვით, რომ ეს ადამიანი მოკლედ დგას, იხსენებს ამ ყველაფერს და საკმაოდ ურესურსო სიტუაციაშია, იმიტომ რომ რაღაცა ძალებს იკრებს თითქოს, რომ ეს გაიხსენოს ეს ყველაფერი და აღიდგინოს ენერგია. დრო ჭირდება ამ ყველაფერს, თავისთავად ცხადია. აი რაც შეეხება თქვენს სიტუაციას, თქვენ გაშვებული არ გყავთ ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან, ამის გარანტია შემიძლია რომ ეგრევე მოგცეთ. არის ეს ადამიანი თქვენს ფიქრებში, მაგრამ თითქოს აი გეგმა B. აი ესე. შემიძლია რომ ეს დავახასიათო, იმიტომ რომ ვარიანტი არის ძალიან კარგი თქვენი გადმოსახედიდან, ამიტომ პერსპექტივაც თითქოს ძალიან კარგია ამ ურთიერთობის. ანუ რაღაცა თითქოს ყველაფერი მოგწონთ, მაგრამ ის ერთი რაც აი რო გითხარით, რომ ის მესამე ენერგია რაღაცა რაც არ მოგწონთ, იმიტომაც ხართ ესე გაჩერებული და დაპაუზებული. თქვენ ეს ურთიერთობა დასრულებული თქვენი მხრიდან არ არის, მით უმეტეს არ არის იმ ადამიანის მხრიდან დასრულებული. უბრალოდ თქვენ ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ თუ საბოლოოდ შეიცვლება მოვლენა და სიტუაცია ისე როგორც თქვენ გაწყობთ, მაშინ ამ ურთიერთობას აუცილებლად ექნება დადებითი განვითარება. აი თუ არ შეიცვლება, მაშინ თქვენ დაიწყებთ ფიქრს, როგორ შეიძლება სხვა ალტერნატივისა და გამოსავლის პოვნა. ეხლა ვნახოთ ბოლო გაშლით. იქ ბოლო ჯერ ვკითხოთ ამ დასტას, გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები. მეორე ვარიანტი. გადაიკვეთება თუ არა. ცხრიანი ხმლები, არკანი მთვარი, ანუ არკანი სამსჯავრო, აქ მთვარი კი არა, ბოდიში, არკანი კარმა, ანუ იგივე არკანი სამსჯავრო და არკანი იმპერატრიც. ძალიან საინტერესოა. დასტის ბოლოს 10-იანი ხმლები. გადაიკვეთება ჩემო ძვირფასო, მეორე ვარიანტო თან აუცილებლად გადაიკვეთება. იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობა არის კარმული კავშირი, არის კარმული ურთიერთობა, არის ურთიერთობა, სადაც ორივე მხარე გარკვეული ტიპის გაცნობიერებებს იღებს და სწორედ ამიტოა ეს თქვენი კავშირი დაშვებული სამყაროდან. და შესაბამისად ის გაკვეთილები, რაც უნდა გაიაროთ ერთმანეთთან, ჯერ კიდევ წინა გაქვთ. ამიტომ ნამდვილად შემიძლია გითხრათ მეორე ვარიანტი, რომ თქვენი გზები გადაიკვეთება. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა. კითხვა გქონდა ასეთი გადაიკვეთება თუ არა ჩაფიქრებულ პიროვნებასთან კიდევ თქვენი გზები, ანუ შეხვდებით თუ არა ისევ და იმედი მაქვს რომ რეზონირდა, იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ და ველოდები უკვე თქვენს უკავშირის გამოხმაურებას კომენტარებში. დროებით შევხვდებით უახლოეს მომავალში.